ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკა და ტაქტიკური სქემები არ არის. ეს არის ემოცია, რომელიც ხშირად ყოველგვარ ლოგიკას არღვევს. არსებობს მომენტები, როდესაც რეალობა ყველაზე თამამ ფანტაზიასაც კი სცდება. 1992 წლის ზაფხულში, როდესაც დანიელი ფეხბურთელები შვებულებას გეგმავდნენ, ბედისწერამ სულ სხვა გზა აირჩია. ეს არის ამბავი გუნდზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით მოხვდა. თუმცა იქიდან ისტორიის მთავარ გმირად დაბრუნდა. ყველაფერი 1992 წელს იწყება. იმ დროს იუგოსლავიის ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ევროპაში. მათ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 14 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ამავე ჯგუფის მეორე ადგილოსანი დანიის ნაკრები კი ტურნირის მიღმა დარჩა. თუმცა 92 წლის იუგოსლავიის ომმა დიდი ძვრები გამოიწვია. ეს იყო იუგოსლავიის დაშლის ყველაზე სისხლიანი დასაწყისი. მათი ადგილი საბოლოოდ დანიამ დაიკავა და სწორედ აქედან დაიწყო ისტორიაც. გუნდის მთავარი მწვრთნელი რიჩარდ მოლენ-ნილსენი. დანიის ნაკრები ვარსკვლავთა სიხშირით დიდად არ გამოირჩევა. მწვრთნელმა მძლავრი, შედარების დაცვითი სტილის გუნდის აწყობა გადაწყვიტა. ფორმაცია ჰიბრიდული იყო, ხვდებოდით როგორც 3-5-2-ს, ისე 5-3-2 სქემას. რიჩარდ მოლენ-ნილსენი ხშირად კარგად იყენებდა ფლანგის მცველებს, ჰენრიკ ანდერსენსა და ჯონ სიურბეცს, რომელთა შეტევაში ჩართვაც მშვენივრად შეეძლო. გარდა ამისა, გამორჩეული ფეხბურთელები დანიის ნაკრებში იყვნენ პეტერ შმეიხელი, ლეგენდარული მეკარე, ფინალში და მთლიანად ტურნირზე გადამწყვეტი სერიები გააკეთა. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედაც სწორედ ის დასახელდა. ასევე ბრაიან ლაუდრუპი, გუნდის მთავარი შემოქმედი, ტექნიკური და სწრაფი მოთამაშე, იყო შემტევის ლიდერი. კიმ ვოლფორდი, ნახევარმცველი, რომელმაც ფინალში მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა გერმანიის წინააღმდეგ. ჰენრიკ ლარსენი, აქტიური და ძალიან შრომისმოყვარე მოთამაშე. იგი 3 გოლით ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ფლემინგ პოლსენი, თავდამსხმელი, რომელიც 3 საგოლე გადაცემით ტურნირის საუკეთესო ასისტენტი გახდა. ევრო 1992-ზე გამარჯვებისას ნაკრები 2 ქულას იღებდა. 14 ივნისს თომას ბროლინის ერთადერთი გოლის წყალობით მასპინძელმა შვედეთმა დანიასთან იმარჯვა და მათი მდგომარეობა დაამწნა. ჯგუფში 3 ქულით შვედეთი გალიდერდა. ინგლისმა და საფრანგეთმა ერთმანეთში ფრის თამაშის შემდგომ 2-2 ქულა მოაგროვეს და მეორე-მესამე ადგილებს იყოფდნენ. ხოლო დანიის ნაკრები 1 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებდა. მესამე ტურში ინგლისი, შვედეთისა და დანია-საფრანგეთის შეხვედრები ერთდროულად გაიმართა. შვედეთმა 2-1 იმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი გაიმართა. ინგლისი კი გავარდა. რაც შეეხება დანიისა და საფრანგეთის დაპირისპირებას, ანგარიში მერვე წუთზე ჰენრიკ ლარსენის გოლით დანიამ გახსნა. რასაც 61 წუთზე ლეგენდარული ფრანგის, ჟან-პიერ პაპინის გოლი მოჰყვა. 78 წუთამდე საფრანგეთი ჯგუფიდან მეორე ადგილით ნახევარფინალში გადიოდა და ამასთან ერთოდა ის ფაქტიც, რომ დანიას მომენტების შექმნა უჭირდა. თუმცა 78 წუთზე ცვლილებაზე ბრაიან ლაუდრუპის მაგივრად შემოსულმა ლარს ელსტრუმმა ფლემინგ პოლსენის საგოლე გადაცემით ისარგებლა და დანიის ნაკრებს ხსნელად მოევლინა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე პოლსენმა ამ შეხვედრაში 2 ასისტი მიითვალა. მაშასე დანიის ნაკრები ნახევარფინალშია, სადაც ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჰოლანდია ელოდება. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დანია ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა დანიელთა აქტიურობით დაიწყო და შედეგმაც არ დააყოლნა. შეხვედრის მერვე წუთზე ჰენრიკ ლარსენის გოლით დანია დაწინაურდა. პირველ ტაიმში ორივე გუნდი ქმნიდა მომენტებს. 23 წუთზე დენის ბერგკამპმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა კიდევ უფრო დაიძაბა, თუმცა მიუხედავად გაშვებული გონისა, დანიელთა ფსიქოლოგიური მომზადება მართლაც რომ გასაოცარი აღმოჩნდა. 32 წუთზე ლარსენმა ნიდერლანდების კარი მეორედ აიღო და დანიის ნაკრებს პირველი ტაიმი მოაგებინა. მეორე ნახევარში ორივე ნაკრებს ჰქონდა მომენტები. გოლის გატანას ვერც ერთი ვერ ახერხებდა. თუმცა მე-80 წუთის შემდეგ ნიდერლანდთა მწვავე შეტევებმა იმატა, ხოლო 95 წუთზე ფრენკ რაიკაარდმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც ნიდერლანდები გააქტიურდა. თუმცა პიტერ შმეიხერი გოლის გაშვებას აშკარად არ გეგმავდა. მან 2 რთული დარტყმის მოგერიება შეძლო. თამაში პენალტების სერიაში გადავიდა, სადაც დანიამ 5-4 იმარჯვა. შმეიხერმა მარკო ვან ბასტენს 11 მეტრიანი მოუგერია და ეს დანიის ნაკრების ფინალის საგზურის მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა. ფინალში დანია დასავლეთ გერმანიას ხვდებოდა. შეხვედრის ფავორიტად აშკარად ბუნდეს ნაკრები ითვლებოდა. თავიდანვე ძალიან კარგად გამოიყურებოდა დანიელთა კარის დარჩა. პიტერ შმეიხერი, რომელმაც ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ამას ემატებოდა მცველების თავგანწირული თამაში. დანიელები ყოველ მომენტში საოცრად იბრძოდნენ. მატჩის მე-17 წუთზე შეტევის დროს დადგა. ფლემინგ პოლსენმა ჯონ იენსენს უპასა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა. მიუხედავად გერმანელთა მცდელობებისა, პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. პიტერ შმეიხელმა საოცარი ტაიმი ჩაატარა. მეორე ტაიმში დანიელთა მცველებისა და მეკარის დამაჯერებელი თამაშის წყალობით გერმანია კვლავ ვერ ახერხებდა გოლის გატანას. 67 წუთზე კლაუს კრისტიანსენის მოგებული ორთაბლოების შედეგად ბურთი დანიელთა ნახევარმცველმა კიმ ვილფორდმა მიიღო და ზუსტი დარტყმით გერმანელთა კარიც აიღო. 2-0. დანია ისტორიაში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.
ისრას ტურნირის დაწყებამდე ერთ თვით ადრე წარმოუდგენელი ჩანდა დანიამ რეალობად აქცია და დაწერა ისტორია, რომელიც დისციპლინისა და ბრძოლის უნარიანობის საოცარი მაგალითია.